მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოდკასტი კინო ამბები, გიბრუნდებით ძველი ფორმატით, უпростоრად ძველი ფორმატიდან დავაბრუნე ეს მიკროფონი და ასე მოყოლა, იმიტომ რაღაც უფრო რეპერული ხოდი ეძლევა საუბარს და უფრო დინამიკური ხდება თვითონ ჩემი საუბარი რა დავაკვირდი ბოლო პერიოდში ხო იმ ბევრად უკეთეს მიკროფონზე ვწერ, მაგრამ ის არის სტენდზე და რაღაც ცალი ხელიას თავისუფალი, ორივე ხელი თავისუფალი მაქვს, ცოტა მარჯვენა ხელში რაღაც უნდა მეჭიროს რა მიკროფონი. და უფრო ხოდიანად ყვები ამბავს და უფრო კარგად მიმყავს საუბარი მოკლედ. ეს არის პოდკასტი კინო ამბები, დღეს ახალ ამბებს დიდად არ განვიხილავ, იმიტომ რომ მანდა მაინც ბევრი ახალი ამბავი არ მომხდარა გასულ 5 თუ 4 დღეს რაც დავდე ბოლო კინო ამბები, თუმცა მეგობრებო, გავხსენი KISS-ას აკაუნტი, როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, 4 საინტერესო წერილი და კითხვა მომივიდა, 4 ადამიანისგან სულ, რაც ყველას განვიხილავ 4-ვეს დეტალურად, დღეს შევესწრები ისეთ კარგი, საინტერესო პასუხები გავსვეროთ, ან კონტენტი გაკეთდეს, რომ მე TikTok-ზე გავუშვა და იქიდან ნახვები და მე იქიდან უფრო მეტად ამიდონატოს და გავდიდრდე და გავგიჟდე და საერთოდ არ ვიცი რა გავაკეთო. დღეს რჩევები იქნება, დღეს KISS-ა იქნება, KISS-ას შეკითხვები და მოკლედ საინტერესო კინო ჭორაობა გამოგვივა. ახალ ამბებზე არ შევეხები, რაღაც რადიკალურ თემებს, ლიბერალურ თემებს არ შევეხები, რასაც წინა ვიდეოში შევეხე. დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ ფილმებზე. სანამ დავიწყებთ, გირჩევთ, რომ მოგიწოდებთ უпростоრად რეკომენდაციას გიწევთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გაწევრიანდეთ მეთოდის ჯგუფში. იქ ბევრი ხალხი მინდა რომ დაგროვდეს, რამდენი ხანია ვიზახი უკვე და არ გროვდება ბევრი ხალხი და რა გავაკეთო რომ იქ საკაიფო რაღაც გათამაშებები, თემები, მოკლედ კარგია რა. TikTok-ზე არ გამომიწეროთ და იქიდეთ, Instagram-ზე არ გამომიწეროთ, მის მუშაობს იქ ყველაფერი, თუ გამომიწერთ და გამოვყვებით აქ. აქ თქვენი ყოფნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იქ, იმიტომ რომ იქ ისედაც თავისით იხოდება სიტუაცია განსაკუთრებით TikTok-ზე. გადავედით საქმეზე მოკლედ, პირდაპირ ბევრი იმის გარეშე, რა ქვია, მიხრა მოხრის არა და ლაქლაქის გარეშე. დღეს განსაკუთრებული კინორჩევები გვექნება მეგობრებო. და სანამ კინორჩევებზე გადავალ, დაგისვამთ კითხვას. გიყვართ სერიალი ანარქიის შვილები და ზოგადად ბაიკერული კულტურა გიყვართ? მაშინ ეს ონლაინ მაღაზია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მანდ შეიძენთ რეტრო, ვინტაჟურ ქურთუკებს, ორიგინალებს, ესთეტიკურ არტეფაქტებს, რა ვიცი, ნეირომედიატორის აღმზნებ ლამაზ ტანისამოსებს და ორიგინალებს, რაც თავარია, ადამიანი თავისი გარდერობიდან ყიდის ამ ყველაფერს. და ისეთი ძალიან ესთეტიკური, ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი არჩევანია ბაიკერებზე, იმიტომ გავაკეთე აქცენტი, რომ უფრო კინოშნიკური პონტია და იმიტომ რომ ბაიკერებს ბევრი საინტერესო ფილმი და სერიალი არსებობს, მათ შორის ანარქიის შვილები და მათ შორის 2 ფილმი, რომელსაც მე ახლა გირჩევთ და რომლის დღეს კინორჩევების წარმოდგენი ზუსტადაც ეს მაღაზია, რომელიც აქ ამოვარდება და ერთი დეტალი გამომრჩა, ეხლა შევასწორებ ყველაფერს და დაგიბრუნდებით. პირველი ფილმი, რომელიც მინდა გირჩიოთ, ეს არის ჯეფ ნიკოლსის Bike Riders-ი, რომელიც 3 წლის წინ გამოვიდა. მთავარ როლებში არის ოსტინ ბატლერი, ჯოდი კორმერი, ტომ ჰარდი და დაჟე ნორმან რიდუსიც იჩნდება სადღაც ფილმის შუაში. ეს არის ფილმი ბაიკერების ბანდაზე, მათ ცხოვრებაზე, მათ ტრაგედიებზე და რაც თავარია ფილმი ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ბაიკერების ესთეტიკაზე, რომელიც აი ჩვენთვის ყველასთვის საყოველთაოდ ცნობილია, ხო? აი ბაიკერსო წარმოიდგენ, პირველ რიგში წარმოიდგენ რაღაც ქურთუკს, რაღაც ანარქიის შვილები, საკაიფო ვარცხნილობები, რაც პრინციპში არის ამ ფილმში და რაც თავარია დიდი გზა და კარგი ცხოვრება რა, როგორც ასეთი. პირველ რიგში ამას წარმოიდგენენ ხოლმე რა, ესეთ სოდა ამერიკული როგორ თქვა არწივი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუფთა-ჰაერი, დიდი გრძელი გზა, მოგზაურობა, ეს ყველაფერი და ამ ფილმში ეს ყველაზე ნაკლებადაა. ამ ფილმში არის ბაიკერების ბნელი მხარე ნაჩვენები, უბრალოდ ბაიკერული ყოფის, ბაიკერული ცხოვრების ბნელი მხარე ნაჩვენები. ფილმის ცენტრში არის ცოლ-ქმარი, ქმარი ბაიკერია, ცოლი უბრალოდ ცოლია და არ უნდა რომ ქმარი იყოს ბაიკერი, იმიტომ რომ როცა ბაიკერობს და ამ საქმიანობითა დაკავებული ძალიან ცუდი რაღაცეები ემართება და ფათერაკებში ეხვევა. ამიტომ ცოლს უნდა რომ მიატოვოს ეს ყველაფერი და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ მაინც ბაიკერი ერთხელ რო ხდები, ალბათ მე უკვე ვეღარ ანებებ თავს, ალბათ.
ეგრე არასდროს ალბათ არ ვიცი, მე თვითონ არ ყოფილა არასდროს ბაიკერი. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ჩემს ზურგზე აწერია ანარქიის შვილები, მაგრამ მე თვითონ ძალიან სხვა ფსიქოტიპის ადამიანი გახლავართ, როგორც მიხვდებით, მაგრამ ფილმი მშვენიერია. ჯეფ ნიკოლსის 2023 წლის ფილმი Bike Riders. შემდეგი რჩევა უფრო ისტორიული ფილმია, ალბათ ბაიკერული ფილმების ფილმი არის ეს. ფილმი, რომელმაც რეალურად შექმნა ახალი ჰოლივუდი, ეს არის ფილმი Easy Rider, რომელიც ალბათ ყველა ბაიკერისთვის ძალიან ცნობილი ფილმია და ზოგადად ბაიკერული კულტურით ვინც არის დაინტერესებული, ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის ფილმების ფილმი ბაიკერულ ფილმოგრაფიაში, იმიტომ რომ ალბათ პირველი ყველაზე ცნობილი ფილმი, სადაც ბაიკერები არიან და რაც თავარია ბაიკერები წარმოაჩენენ კონტრკულტურას ამერიკაში, არის ზუსტად ეს ფილმი. ფილმის რეჟისორი არის დენის ჰოპერი, თვითონ თამაშობს მთავარ როლში და პიტერ ფონდა არის მისი კოლეგა ამ ფილმში, ისინი მოიპარავენ კოკაინს, გაყიდიან და მაგ ფულით ერთი შტატიდან მეორე შტატში მიდიან, რომ დაესწრონ ბაიკერების ფესტივალს და გზაში ისეთ რაღაცებს ეჩეხებიან, როგორიც არის ფსიქოტროპული საშუალებები, როგორიც არის გარყვნილება, როგორიც არის აბსოლუტური ნარკომანია, ვაკხანალია, ყველანაირი ფორმის გარყვნილება, ყველაფერი საშინელება, მოკლედ, რაც შეიძლება წარმოიდგინო და რაც პრინციპში ასოცირდება კონტრკულტურასთან, ჭალებში თავისუფლებასთან, ჰიპი ცხოვრებასთან და ამ ყველაფერთან არის ამ ფილმში მოკლედ ეს ყველაფერი. Easy Rider და ეპიზოდურ როლს თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც რა თქმა უნდა ახალი ჰოლივუდის მთავარი აღმოჩენა იყო შეიძლება ვთქვათ ეგრე და ალბათ ახალი ჰოლივუდის ყველა მნიშვნელოვან ფილმში ნუ სულ ყველაში არა, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან ფილმში აქვს ნათამაშები, მაგალითად ისეთი როგორიც არის ფილმი 5 Easy Pieces, რომელზეც ცალკე ვიდეოც მექნება, იმიტომ რომ ალბათ ახალ ჰოლივუდში ჩემი საყვარელი ფილმი ეგ არის. დაუბრუნდეთ Easy Riders და ჯეკ ნიკოლსონს მან დააქვს ეპიზოდური სცენა, რომელიც შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს ადამიანს მაგას რო უყურებ, როცა ისინი დაბოლილები, წამოწოლილები არიან მინდორზე და საუბრობენ უცხო პლანეტელებზე და შეთქმულების თეორიებზე და ბრტყელდედამიწაზე და ამ ყველაფერზე მოკლედ ძალიან მაგარი ფილმი, გირჩევთ უყუროთ, სულ ერთია თუ ბაიკერული ცხოვრება და ბაიკერობა როგორც ასეთი არ გაინტერესებთ. მე მაგალითად ანარქიის შვილები რო არ მოგატყუოთ ნანახი არ მაქვს, მაგრამ ფილმები რაც არის ბაიკერებზე, ყველა ძალიან მიყვარს და ისეთ განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს კინოშნიკურ გემოვნებაში. ხო და ეს ფილმი არის ფილმი, რომელიც შეგაყვარებს რეალურად ბაიკერულ კულტურას, თუ რა თქმა უნდა, თვალს დახუჭა ყველა იმ საშინელებებზე, რაც ამ ფილმში ხდება, განსაკუთრებით ბოლოს. მონტაჟიანა, ყველაფრიანა ისეთი რაღაცები ხდება, რომ თითქოს შენ თვითონ მიიღე LSD და არა იმ პერსონაჟებმა. Easy Rider. გადავიდეთ ქისას შეკითხვებზე, რჩევები ამით მორჩა. შეგახსენებთ, რომ ამ რჩევების დღევანდელი კინორჩევების სპონსორი და წარმდგენი არის Retro ტანსაცმლების ონლაინ მაღაზია, რომლის ფოტოც კიდევ ერთხელ ამოვარდება აი აქ. გადადით და შვენიერი ორიგინალი ტანისამოსები იქნება ეს არამხოლოდ ბაიკერული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის ტანსაცმლები შეიძინეთ მანდ და რავი. ან თუ არ შეიძინეთ, უბრალოდ თვალსყალი დაალევინეთ, იმიტომ რომ ისეთ კარგ რაღაცებს გაჩითავთ, რომ გაასწორებს რა. აბა თქვენ იცით და გადავედით ქისას შეკითხვებზე. სანამ ქისას დონაციებზე გადავალთ, სპონსორებო, ვინც ხართ, კომპანიებო, პატარა, დიდო, სულ ერთია. სიამოვნებით გიხილავთ ჩემთან თქვენს პროდუქტებს, სიამოვნებით გაგაპიარებთ და ვითანამშრომლებ თქვენთან ერთად. იქნება ეს ერთჯერადი თანამშრომლობა, იქნება ეს სისტემატიური თანამშრომლობა, რავი, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება და რავი, მაგალითად აქ პოსტერი რო იყოს რამე საინტერესო, თუ პოსტერების კომპანია ბრძანდებით, აი აქ შეიძლება თქვენი პოსტერი დაიკიდოს. რაიმე სნექი შეიძლება ნებისმიერი სახის სნექით ვასიამოვნო ჩემი პირის ღრუ საუბრის დროს არ მომერიდება. არ ვარ ეგეთი ჯენტლმენი, რავი, ანუ ნებისმიერი სახის კომპანია, რავი. რამე კაფე, სადაც ფილმებს აჩვენებთ, გაგაპიარებთ, არ არის პრობლემა. რამე მაგალითად კინოთეატრი თუ ხართ, მაგალითად რაღაცა კავეა რო არის, ხო იცით, გესოდინებათ ალბათ. ნუ მოკლედ რო იცოდეთ რა, ანუ კავეა არის რაღაც კინოთეატრების ისა ქსელია და კიდევ მედია პლატფორმაა და სხვათა შორის ერთი გადაცემა არ აქვს კინოზე, არც პოდკასტი, არაფერი კინოსთვის რო იყოს და კინოზე რო იყოს. არ აქვს და რატო არ აქვს, არ ვიცი. ალბათ უნდა გქონდეთ და ალბათ
ვიღაცასთან კინო კრეატორთან უნდა შემოვიდნენ ალბათ წესით თუ იმედია თუ მიხვდებიან ოდესმე ხო მოკლედ ღია ვარ თანამშრომლობისთვის პირიქით ვეძებ სპონსორებს იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა წუწუნი არ მინდა წუწუნად მიიღოთ მაგრამ ის ქერი რა ქვია სამსახურიდან ხომ წამოვედი მე ხო მოგიყევით ეგ ამბავი იმიტომ რომ არ ვარ მე ეგ ტიპი რა არ მინდა ოფისის სამსახურს დაუბრუნდე და არც დაუბრუნდები არავითარ შემთხვევაში ანუ ნებისმიერ რაც არ უნდა მოხდეს რამე გზას მოვძებნი რომ ოფისში არ დაუბრუნდე და 10-დან 7-მდე იქ არ ვიჯდე და გასანიავებელ სივრცეში სადაც გეძინება სულ და ვერაფერს ვერ აკეთებ და საქმე არც გაქვს დიდად და ანუ არ მინდა ეგ და ამიტომ მინდა რომ აი აქ სადაც ვზივარ და სადაც ვარ და რაზეც ვლაპარაკობ კინოზე ჩემს საყვარელ თემაზე მინდა რომ ამისგან რაღაც გამოვიდეს და ამიტომ ვეძებ სპონსორებს მოკლედ და აღარ შევაყოვნებ ჩემს ძვირფას მაყურებელს და გადავალ დონატებზე საიდუმლო ნაძვის ფესვებმა დამიდონატა 5 ლარი რის გამოც მას ძალიან დიდი მადლობა და დამისვა ასეთი კითხვა რომელი რეჟისორია შენთვის ნომერი 1 და რატომ ისი რა კინოში ცოტა უცნაური არის საყვარელი რეჟისორის გამოვლენა. იმიტომ კი არა რომ არ მოსულა და რამე, უბრალოდ კინო ძალიან მრავალფეროვანი რამეა. სპორტში, მაგალითად ფეხბურთში იტყვი რომ აი მაგალითად მესია ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, იმიტომ რომ ფეხბურთი მაგდენ განსხვავებას არ გაძლევს. რა, ანუ შეშეგიძლია თქვა რომ აი ამას აქში ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ეს, იმას აქში ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ეს, მაგრამ ფეხბურთში როგორც წესი ყავთ რა საყვარელი ერთი ფეხბურთელი ბევრს რა და მე როგორც კინომცოდნე ცოტა მიჭირს აი ერთი საყვარელი რეჟისორის გამოვლენა. თუმცა მე შემიძლია გითხრა რეჟისორები, რომლებმაც ჩემზე მოახდინეს გავლენა სხვადასხვა პერიოდში. მაგალითად, ადრეულ პერიოდში ჩემი პირველი ყველაზე დიდი კინო გამოცდილება, აი პატარა როცა ვიყავი და მივხვდი რა კინო რა მაგარია, ეს იყო რა თქმა უნდა სემ რეიმის სპაიდერმენი, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, რომელიც ნუ ყველაზე კარგია მაგ ტრილოგიაში, რა თქმა უნდა. და სემ რეიმის ვიტყოდი, აი პირველ ტიპად, რომელმაც ჩემზე მოახდინა ძალიან დიდი შაბეჭდილება იყო სემ რეიმი და ძალიან დიდი ხანი სემ რეიმის ფილმები აი ძალიან მიყვარდა და ეხაც მიყვარს პრინციპში და მზად ვარ რომ სემ რეიმიზე ვილაპარაკო მხოლოდ, ანუ ერთი ეპიზოდი სემ რეიმიზე გავაკეთო. შემდეგ უკვე როცა წამოვიზარდე, რა თქმა უნდა, ტარანტინო რო აღმოვაჩინე. ტარანტინოს დღემდე შეიძლება თქვა, რომ ჩემი საყვარელი რეჟისორია, იქნება ბრაიან დე პალმაც ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, სერჟიო ლეონე. თუმცა რეჟისორი, რომელმაც შემაყვარა კინო როგორც მეცნიერება, როგორც აი განსაკუთრებული რამ, როგორც ის, რასაც მე მინდა რომ თავი მიუძღვნა. რა თქმა უნდა, ეს არის ბოდიში სნობიზმისთვის, მაგრამ ეს არის ინგმარ ბერგმანი, შვედი რეჟისორი, ძალიან ცნობილი, მისი ფილმი მეშვიდე ბეჭედი როცა ვნახე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ნუ, რამდენი 17-ის ვიყავი თუ 18-ის. მაშინ მივხვდი, რომ საავტორო კინო და ეს ევროპული თემები და ცოტა კინო არა როგორც მხოლოდ გასართობი რამ, რაც ასევე ძალიან კარგია, არამედ როგორც ცოტა ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლების ადგილი. კინო არის, მაგ ფილმით მივხვდი და მე კიდევ სხვა ფილმების აღმოვაჩინე, რომლებიც არანაკლებია ინგმარ ბერგმანის ფილმოგრაფიაში უკეთესი ფილმების აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი ეფექტი ეს იყო. ამიტომ პასუხზე ასე ცალსახად ვერ გაგცემ ერთ საყვარელ რეჟისორს, გეტყვი რომ იყო პერიოდი, როცა გიждდებოდი სემ რეიმიზე, იყო პერიოდი, როცა ჩემი საყვარელი რეჟისორი იყო ტარანტინო, იყო პერიოდი, როცა ჩემი საყვარელი რეჟისორი და მისი ფილმები იყო ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო, ეს იყო ინგმარ ბერგმანი. ამ წუთისთვის ყველაზე ხშირად რომელ რეჟისორსაც ვუბრუნდები, ეს არის, რა თქმა უნდა, სპილბერგი. რატომღაც აი ფაბელმანების მერე ყველაზე ხშირად მაინც სპილბერგს ვუბრუნდები და ნუ სპილბერგი ახლა ისეთია რა. სპილბერგის და ტარანტინოს პრინციპში არ გაუკვირდება არავის რო თქვა საყვარელი რეჟისორია, თუმცა გასაკვირვებლად ნამდვილად არ მithქვამს ახლა სხვა რეჟისორები. მაგრამ ნუ ესენია რა, ერთი მიჭირს. მართლა მიჭირს. იყო პერიოდი, როცა გიждდებოდი სერჟიო ლეონეზე. აი, რავი, ვერ ჩერდებოდი სულ სერჟიო ლეონეს უყურებდი მიუხედავად იმისა, რომ მის ბევრი ფილმი არ აქვს, 8 თუ 7 აქვს რა. ძალიან ერთხელ დასავლეთში მისი არის, ნუ რავი, მაგაზე ფილმ ვიდეოებიც მაქვს ჩაწერილი, ახლა გამოვარდება ჰენრი ფონდას ისტორია, თუ როგორ ითამაშა ამ ფილმში და რატო იყო მის თამაში ამ ფილმში განსაკუთრებული. მოკლედ, უყურეთ ამ ვიდეოესეს, ბევრი ვიმუშავე მაგაზე, მიუხედავად იმისა, რომ 15 წუთიანია და ნუ კაი ეს, კაი ვიდეოესე, კაი ისტორია მოყოლილი მოკლედ. გადავიდეთ შემდეგ დონატზე. საიდუმლო ნაძვის ფესვებმა, აი ასეთ საინტერესო კითხვა დასვა, მოგწონს თუ არა სიურეალისტური ჟანრი და რომელია შენი საყვარელი ფილმი?
პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მეორეჯერ გეუბნები მადლობას დონაციისთვის. ეს არის მისი მეორე დონაცია. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან ვაფასებ. ამ ადამიანმა მესამე კითხვაც დასვა და ძალიან ვაფასებ ამ ყურადღებას მართლა და იგიც რო იგრძენი რო კითხვის დასმით რაღაც კონტენტი იქნება, მე როგორც ვთქვი ამ ლოგიკით წახვედი და გამისწორე, ძალიან ჯიგარი ხარ, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მეორე კითხვაზე გაგცემ პასუხს, მოგწონს თუ არა სიურეალისტური ჟანრი და რომელია შენი საყვარელი ფილმი? სიურეალისტური ჟანრი იყო პერიოდი, რომ სიურეალისტურ ჟანრს ძალიან ჩაუჯექი და ძალიან მომეწონა, თუმცა ეგ არ არის ჩემი საყვარელი ჟანრი. და სიურეალისტური ჟანრი როგორც ასეთ პრინციპში არ არსებობს, უფრო მიმდინარეობა შეგვიძლია დავარქვათ. ჟანრებზე ცალკე ვისაუბრებ, ოდესმე. თუ რას ნიშნავს ჟანრი ზოგადად კინოში, ეს არ არის ის რაც ბევრს გონია. კინოს ტიპი არ არის ჟანრი. ჟანრი უფრო სერიოზული რამეა და სიურეალიზმი უფრო მიმდინარეობაა კინოში ვიდრე ჟანრი. და რა თქმა უნდა, აქ არ შემიძლია ვთქვა ბუნუელი მისი ფილმები ნებისმიერი ფილმი ახ კონკრეტული მან და მაინც რო გირჩიოთ რამე კონკრეტული ფილმი მე უფრო მის შუა პერიოდის ფილმები მიყვარს 50-იანების და 60-იანების ფილმები ვირიდიანა ძალიან მაგარი ფილმია თუმცა საყვარელ ასე სიურეალისტურ კინოზე რა თქმა უნდა ვიტყვი Mulholland Drive-ს უდაოდ ეს არის ლინჩი სიურეალიზმის მეფეა და უკანასკნელი სიურეალისტია მე ვიტყოდი ეხა თანამედროვე კინოში და პრინციპში ზოგადადაც ძალიან ბევრი სიურეალისტი რეჟისორი არ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან რთულია. მაგით ისქნა რა მოაწონო მაყურებელს, ავიდათ თუნდაც მოაწონო არა, რთული ფორმაა ზოგადად რომ ისეთი არა ინფანტილური სახეხატები შექმნა. და მე გირჩევთ ასეთ რეჟისორს, პოლონელი რეჟისორი ვოიცეკ ხასი. ჩაუჯექით მაგის ფილმს სანატორია კლეპსიდრის ქვეშ ეგრე ქვია ფილმს ქართულად ვერსად ვერ იპოვით მეცაც გეტყვით რუსულადაც და ინგლისურადაც ალბათ გაგიჭირდებათ ამ ფილმის ნახვა მე ტორენტებიდან გადმოვიწერე სტუდენტობის დროს იმიტომ რომ დავალება მომცეს პოლონურ კინოს როცა გავდიოდით მაგრამ რავი აი ბომბა ეფექტია ეს არის თავარი გმირი არის ტიპი რომელიც ეძებს მამამის საგიჟეთში, შევა ამ საგიჟეთში და ამ საგიჟეთში გაიჩნდება პორტალები აბსოლუტურად ყველანაირ სამყაროში და ამ სხვადასხვა ულამაზეს ვიზუალურ ეფექტებში და ვიზუალებში დაძრწის ეს კაცი და ეძებს მამამის და უმაგრესი ფილმია, გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს და მე თვითონ რა თქმა უნდა გამოვარჩევდი Mulholland Drive-ს, რადგან ახლა დეტალურად არ დაგელაპარაკებით, Mulholland Drive-ზეც მინდა ვიდეო გადავიღო. ისეთი ვიდეო, აი ვისაც გაქვთ ნახი ნოლანზე რომ აქვს გადაღებული ნოლანის დასაწყისი, აი აქ გამოჩნდება ახლა დასაწყისის ანალიზი გავაკეთე სტრუქტურული და Mulholland Drive-ზეც მინდა ზუსტად იგივე გავაკეთო. ამიტომ ახლა დეტალურად დიდად არ გავჩერდები. მადლობა დონაციისთვის, მეგობარო. შემდეგი ისევ საიდუმლო ნაძვის ფესვებმა დაადონატა 7 ლარი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან ვაფასებ ამ ყურადღებას და ასეთი კითხვა ძალიან საინტერესო, ცოტა ისეთი ინტრიგნული კითხვა დასვა. დისტოპიური ჟანრიდან ყველაზე ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმს ხომ არ გაგვიზიარებდი? ბრაზილია, Dark City, Equilibrium და 1984 არ ითვლება. ანუ ეხა გამომცადა ამ ადამიანმა. ესე იგი ცოტა ისე დამაჩელენჯა. შეამოწმო ჩემი კინომცოდნეული ის რა ქვია რეინჯი თუ აი რამ ხელაზე გათვითცნობიერებული ვარ. ოკეი bro, ჩელენჯი მიღებულია. დისტოპიური ფილმი, ხო? შენ ახსენე ფილმი ბრაზილია და ბრაზილიის რეჟისორი არის ტერი გილიამი, რომელიც მონტი ფაითონის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო, რომელიც ალბათ ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი ეგ იყო. მას აქვს 90-იანებში გადაღებული აბსოლუტურად გენიალური ფილმი 12 მაიმუნი, სადაც თამაშობენ ბრიუს უილისი, სადაც თამაშობს ბრედ პიტი და ბრედ პიტის პირველი ნომინაცია იყო ეს ოსკარზე. ეს არის შვერიერი ფილმი დისტოპიური ჟანრის, მომავალი, სადაც ვირუსმა დედა უტირა მთლიან კაცობრიობას, ადამიანები ცხოვრობენ მიწის ქვეშ და მეცნიერები შეარჩევენ ერთ ყველაზე ისეთ საზიზღარ კაცს, რომელსაც საშინელი ცხოვრება აქვს გავლილი და მისი პრინციპში მისი სიკვდილი რო რამე პრობლემა არ იქნება, მას გაუშვებენ წარსულში და დაავალებენ რომ იპოვე ორგანიზაცია 12 მაიმუნი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეაგროვე მათზე, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციამ 1996 წელს გამოუშვა ვირუსი, რომელმაც დედაუტირა მთლიან კაცობრიობას, ამიტომ შენ ახლა უნდა გადაგვარჩინო ბრიუს უილისის პერსონაჟი ეს სახელად კოული, ის წავა წარსულში და ცდილობს დაადგინოს თუ რა ხდება და
აბსოლუტურად აი განსაკუთრებული კინემატოგრაფი. ტერი გილიამი, ვინც იცით, ვისაც ოდესმე გინახავთ მისი ნებისმიერ აი ბრაზილია თუ გაქვს ნანახი, აქ იგრძნობ, რომ იგივე სტილისტიკა და ძალიან მაგარი, ძალიან დახვეწილი, ბრედ პიტის შესანიშნავი, ბრიუს უილისის შესანიშნავი და ასევე დამატებითად კიდევ ერთ ფილმს გირჩევთ ბარემ რახან ამდენი ვისაუბრე დისტოპიურ ჟანრზე, ფილმი რომელიც არის რომელზეც არის დაფუძნებული ტერი გილიამის 12 მაიმუნი. ეს არის ქრის მარკერის ლაჟეტ, ეგრე ქვია ფრანგულად, მე მგონი ის ასაფრენი ბილიკი იქნება ქართულად. ეს არის განსაკუთრებული ექსპერიმენტული ფილმი, ვიდეო ეს მე უფრო ვიტყოდი ვიდრე ფილმი, ზუსტად იგივე სიუჟეტია მოყოლილი რაც 12 მაიმუნში. 12 მაიმუნი უფრო გავრცობილია, რა თქმა უნდა, აქ უფრო მარტივადაა ყველაფერი, აქ უბრალოდ მომავალში ვირუსი დედას ყველაფერს დედას უტირებს ვირუსი, მომავალში ტიპები მეტროში ცხოვრობენ და გაუშვებენ მომავლიდან წარსულში ტიპს, რომ გადაარჩინოს ხალხი. 30 წუთიანი მოკლე ფილმია და რატოა ეს ფილმი განსაკუთრებული? ეს ფილმი განსაკუთრებული არის, იმიტომ რომ სლაიდებზე აგებული მთლიანი ფილმი. ანუ ეს არის უბრალოდ ფოტოების მიმდევრობა და ზემოდან დუბლირება მთლიანი ისტორიის. თქვენ ახლა იფიქრებთ, რომ ეს რა გვირჩიაო, ეს კარგად თუაო, მაგრამ დამიჯერეთ, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე ისეთ ცოტა რომ დაგთგუნავს და დაგძაბავს ისეთი ფილმია. აი აუცილებლად უყურეთ კრის მარკერის 60-იანების ფილმი, წელი არ გამახსენდება, ახლა ზუსტად სახელად ასაფრენი ბილიკი. ეს არის და ეს საიდუმლო ნაზვის ფესვებს, თმაო, დიდი მადლობა ამ დაო, შეიძლება გოგო ხარ, არ ვიცი ზუსტად, რატოღაც ეჭვი მაქვს, რომ ბიჭი ხარ. ძალიან დიდი მადლობა ამ 3 დონაციისთვის, უჯიგრესი ტიპი ხარ და რა გულში ხარ, მოკლედ, ჯიგარი ხარ. გადავედით შემდეგ დონაციაზე. საბა ტეფნაძემ დაადონატა 5 ლარი და დასვა კითხვა. პოლ თომას ანდერსონზეც გვინდა ვიდეო, წარმატებები. მადლობა ძმაო დონაციისთვის და წარმატებისთვის, რომ მისურვე წარმატება. ძალიან დიდი მადლობა მართლა და პოლ თომას ანდერსონზე რატო არ მაქვს ვიდეო? პოლ თომას ანდერსონი ძალიან მაგარი, ძალიან მიყვარს ეგ რეჟისორი, მიუხედავად იმისა, რომ იმდენად წარმატებულ ტიპად არ მიმაჩნია, ამდენადაც აი ტარანტინოს გვერდით რო აყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა შედევრები აქვს, ტარანტინოს დონის აი ზედიზედ შედევრები არ აქვს პოლ თომას ანდერსონს, ჩემი მოგზალებული აზრით. და პოლ თომას ანდერსონს მიუძღვა მთლიანი ერთი სერია ღირს და გავაკეთებ კიდეს ოდესმე იმდენი რამეა, რაზეც შეიძლება ვისაუბრო პოლ თომას ანდერსონის იულიებზე და ეხა ერთ აზრს მოგახსენებ, რაც ჩემი დაკვირვებაა რა. პოლ თომას ანდერსონი არის რეჟისორი, რომელიც პირველ რიგში აკვირდება ადამიანს. ყველაზე კარგი ფილმები მისი იქნება ეს ბუგი ნაიტსი, იქნება ეს პანჩ ტრანკლავი, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად მომწონს მის კარგ ფილმებში, მაგრამ ნუ პანჩ ტრანკლავი, იქნება ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური შედევრი There Will Be Blood ან Phantom Thread. ამ ფილმებში თავარი ღირებულება ის არის, რომ პოლ თომას ანდერსონი შეისწავლის კონკრეტული ადამიანის ტიპაჟს. იქნება ეს პორნომსახიობის პირადი ტრაგედია, იქნება ეს აი პორნო ინდუსტრიის ზოგადი, ძალიან ისეთ განზოგადებული სურათში პირად ერთი ადამიანის ცხოვრება. იქნება ეს რაღაც ძალიან მერკანტილური, ფულისკენ სწრაფველი კაპიტალისტი ადამიანის ტრაგედია There Will Be Blood-ში, იქნება ეს აუტისტი, ოფისში მომუშავე აუტისტის ცხოვრება Punch Drunk Love-ში, იქნება ეს ძალიან ისეთ დახვეწილი და ესთეტიკური ხელოვანის კერავის ტრაგედია, როცა ის აღმოაჩენს თავის მუზას და თავის მუზას ისე ახლოს მოიყვანს, რომ ეს მუზა უკვე იწყებს მის შეჭმას ფსიქოლოგიურად. ამაზეა ფილმი Phantom Thread. დენიელ დეი-ლუისი შვენივრად ასრულებს მანდატს და Plain Views ძალიან კარგად თამაშობს There Will Be Blood-ში და ორივესთვის პრინციპში ოსკარი აქვს, რაზეც ნუ არავინ არ დაობს და მისი წარუმატებლობა პოლ თომას ანდერსონის განპირობებულია აი ბოლო ფილმი, თუ რატომ ნუ სუპერ წარმატებული ფილმია და ოსკარებს შეაგროვებს, აი ეს დაიდებს, როგორც მესის აქვს ოქროს ბურთები, ესე ექნება პოლ თომას ანდერსონს ოსკარები ამ ფილმში. დარწმუნებული ვარ. თუმცა ამ ფილმში ზუსტად ის არა აქვს, რაშიც ყველაზე ძლიერია ამ ფილმში ადამიანს არ აკვირდება, ამ ფილმში აკვირდება კონტექსტს. ასე შეიძლება პრინციპში ცალკე ვისაუბრო, როცა ოსკარის ცერემონია უკვე რო აქტუალური იქნება მარტში ამ თემაზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის და ეს მოკლედ პოლ თომას ანდერსონზე. ეხლა ეს შემიძლია მოგახსენო, საბა ძალიან დიდი მადლობა დონაციისთვის და ნუ ძალიან კარგი დონაციები იყო, ძალიან გამისწორდა, ძალიან ვისიამოვნე ამაზე საუბრით და პრინციპში საკმარისი ვისაუბრე უკვე.
даже გეგმას გავუსწარი როგორც ვაკეთებ სულ პრინციპში გეგმა 20 წუთიანს ვაკეთებ 40 წუთიანს ესე მე უფრო მომწონს შეიძლება ლამაზი არ არის ასე რომ მიჭირავს და პირთან მაქვს თლად ისე ესთეტიკური არ არის და სხვა ასოციაციებს გიჩენთ ვიღაცებს მაგრამ ანუ რაღაც ხელი მე რეპი მიყვარს ძალიან და ცოტა ასე ვლაპარაკობ თითქოს ვრეპავ რა და უფრო დრაივი მოაქვს და უფრო მსიამოვნებს ვიდრე იმ მშვენიერი მიკროფონით რომელიც მართლა მაგარი მიკროფონია ახალაზია ბაზარი ეს უარესია ეგიც კარგად იწერს ხმას მე ამის ხმაც ძალიან მომწონს მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ მოკლედ დაწერეთ და მე დაგემშვიდობებით ეს იყო კინო ამბები გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო სპონსორებო გამოჩნდით იქნებ ილოცეთ იმისთვის რომ მე სპონსორი გამომიჩნდეს ხუბრობ არ ილოცოთ მე ვილოცებ მე მიხედავ ამ ამბავს ჩემი საქმეა და შემოგვიერთით ჯგუფში იყავით კარგად, ბედნიერად, ჯანმრთელად. თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და ეხა დასაძინებლად თუ ემზადები, აბა შენიცი, კარგი სიზმრები, ტკბილი ძილი. Peace out.